ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლ საბჭოთა არმიის რიგებში მაშინ ასეულ ათასობით ქართველი იბრძოდა. სტალინის გაჭირვების დროს საბჭოთა საქართველოს გვერდით დაუდგა, მაგრამ მტერზე გამარჯვებულმა დიდმა ბელადმა შემდეგ ეს არ დააფასა. ომგამოვლილი და ფრონტიდან დაბრუნებული ქართველების უდიდესი ნაწილი წითელი რეჟიმის ლიდერმა მოულოდნელად სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა და ქვეყნიდან შორეულ აზიასა და ციმბირში გადაასახა. სამამულო ომის დაწყებისთანავე საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისიამ და პროკურატურამ ერთობლივი დირექტივა გამოაქვეყნა. ომის პარალელურად კრემლმა რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო. რეჟიმს განსხვავებული აზრის და ქცევის ადამიანი ან თავიდან უნდა მოეშორებინა, ან სრულ იზოლაციაში მოექცია. ცენტრალური კომიტეტის პირველი გადაწყვეტილება პატიმრებზე გავრცელდა. სასჯელმოხდილი პატიმრები თავისუფლად დაქირავებული სტატუსით ომის დამთავრებამდე შენებლობებზე ამუშავეს. მათ კი ვისაც სამშობლოს ღალატი, ტერორი, შპიონაჟის ბრალდება ჰქონდა წაყენებული, საგნებში დატოვეს და ოჯახის წევრებთან თუ ახლობლებთან ყოველგვარი კავშირი აუკრძალეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ციხეები და საკნები გადაყვანილი იყვნენ სამხედრო მდგომარეობაზე. მესადამ ეს გულისხმობდა, რომ მათ ეგრძალებოდათ ყოველგვარი მიმოწერა როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე გარეშე სამყაროსთან. მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ რომ დაწყებულიყო, თქვათ უკანო შემცირებულიყო ეს რეპრესიული ზომები, ამის მაგივრად პირიქით იმათმა ასეთმა ზომებმა მართალი ახლა არ დაწყებულა ეს მასიური დაპატიმრებები და დაჭერები, მაგრამ თვითონ ეს პროცესი იდეოლოგიური ბრძოლის უფრო გაძლიერდა. უშიშროების არქივში აწლიანი საბჭოთა იდეოლოგიური რეპრესიების 3000 საქმე ინახება. საიდუმლო საქმეების დიდი ნაწილი 1991-92 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების დროს ხანძარმა გაანადგურა. საქმეებიდან ირკვევა, რომ სამამულო ომის მონაწილეები, რომლების ტყვედ იყვნენ ჩავარდნილები, გათავისუფლების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადა და მათი საქმეების ფიქტიური გამოძიება დაიწყო. საკონცენტრაციო ბანაკებში გადარჩენილ ქართველებს საფილტრაციო შემოწმება ჩაუტარეს. ნაწილი შუა აზიაში გადაასახლეს, ნაწილი კი გააწინბირეს. კრემლმა მათ უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის აბსურდული ბრალდებები გამოუტანა. ყველა ის პიროვნება, ვინც კი ტყვეთი იმყოფებოდა გერმანიის ტერიტორიაზე და მის გარეთაც, ომის დამთავრების შემდეგ თითქმის ყველამ გაიარა ფილტრაციის რეჟიმი. ანუ დაახლოებით 40-50 პიროვნება ფილტრაციის შემდეგ სხვადასხვა დროით, ძირითადად ალბათ 5-6 წლით გადასახლებული იყო ციმბირისა და შორეულ აღმოსავლეთის ქვეყნებში. ზაზა ქორიძე უკვე დიდი ხანია ამ პერიოდის თემებზე მუშაობს. ის ამბობს, რომ საქმეებს, რომლებიც არქივში ინახება წლების განმავლობაში გრიფით საიდუმლო ედოდა, საქართველოს პარტიული მუშაკები მას კრემლში ასევე საიდუმლოდ აგზავნიდნენ. საქმეებიდან ირკვევა, რომ საბჭოთა რეჟიმის ვითომ მოღალატეები მაშინდელ კონტრდაზერვის სამსახურს სმერშს აღმოუჩენია. უდანაშაულო ადამიანების ნაწილი გადაასახლეს. დანარჩენებს კი 10-დან 25 წლამდე პატიმრობა მხოლოდ იმიტომ მიუსაჯეს, რომ უცხოეთში ნამყოფები სისტემას დისკომფორტს უქმნიდა. კონტრდაზერვის ასეთი განყოფილება იყო სმერში, რომელიც სამხედრო ნაწილებში მუშაობდა და მათ მერე აღმოჩენილი ასე ვთქვათ მოღალატეები შემდეგ სამხედრო ტრიბუნალებმა გაასამართლეს სამშობლოს ღალატის მოხლით 58-1B მოხლია იყო ასეთი და მიუსაჯეთ შესაბამისად ყველაზე მცირე 10-15-25 წელი პატიმრობა. აქ სახელმწიფოს მეთაურების ასე ვთქვათ შიში იყო იმაში, რომ ეს ხალხი გადაბირებულები არ ყოფილიყვნენ იმ დროს იმ პერიოდში ან ამერიკის ან ინგლისის შესაბამისი ორგანოების მიერ. აი ძირითადად უფრო მეტად აი ამიტომ გადაასახლეს ეს ხალხი. თვითონ აქ მყოფი იმ ომის პერიოდში მყოფი პატიმრებიც რომ უკმაყოფილება არ გამოეთქვა, მით უმეტეს ასეთ ომის დროს არეულობა იყო, ომი მიდიოდა გაგანია, თან დიდი ომი, ასეთი მსოფლიოს არ ახსოვს ხომ ახალი.
აი აქაც შიში იყო, რომ ხალხი წინააღმდეგ არ წასულიყო და თავის დაუნებურად ხელი არ შეეწყო ფაშისტური გერმანიისთვის. გენადი მერებაშვილი რამდენიმე თვის ყოფილა, როცა მისი მშობლები შუა აზიაში გადაუსახლებიათ. მამამისი გოგი მერებაშვილი სევასტოპოლში ტყვედ ჩავარდნილა და შემდეგ საფრანგეთში, სადრეთის ტყვეთა ბანაკში გადაუყვანიათ. ქართველი ტყვე საბჭოთა მოკავშირეებს მეორე ფრონტის გახსნის დროს გაუნთავისუფლებიათ. სამშობლოში გვიან დაბრუნებული გოგი მერებაშვილი გაურკვეველი ბრალდებით შუა აზიაში გადაუსახლებიათ. 51 წლის 25 დეკემბერს ღამეს, შობა ღამეს მოგვადგნენ შეიარაღებული ეს კაზაკები იყვნენ, რაღაც ისინი ეხურათ, როგორც იძახდნენ ჩვენები და უთხრეს, რომ გადასახლებული ხართ. მაშინ ახლა გლეხი ადამიანი იყო მამაჩემი, უბრალო მუშა იყო, იმას უარეთყო და ორდერი მანახვეთ და ის მანახვეთ. მოუხვიეს ხელი და ეს უთხრეს, თუ რამე გაბადიათ, რამე და რის წამოღებად შეგეძლოთ. წავიღეთ, წავიყვანეს აქედან სატვირთო მანქანით, მე აკვნით წამიყვანეს, აკვანი შეაგდეს ზარაზე. და მე ძღოლმა უთხრა, რომ არ გეცოდებათ ესაც ბავშვიო კაცო, ამან თუ დააშავაო და ეს რა შუაშიაო კაცო. ეგაც საკითხავი ან დააშავა რა მე ვამჭკვიანმა კაცმაო და მე ადგენენ და რავი გული შესტკივდა, გული აუჩუყდა და ჩამომიყვანეს ზღოლის გვერდზე დედაჩემი და მე მივიყვანეს ხაშურში და ჩავკვირთეს როიტყვიან როგორც პირველ ტყვის საქონლის ვაგონებში და 14 დღედაღა მე გვატარეს და მივიყვანეს ყაზახეთში, სამხრეთ ყაზახეთში. მოგცეს იქ თუ საცხოვრებელი ხვია ამას, უბრალოდ მოგცეს, მიწურები იყო რა და დაგვაბინავეს როგორც იყო რა იყო და დაიწყეს დააწყებინეს მუშაობა ბამბის საკრეფაზე. ბევრი ქართველი იყო თქვენთან ერთად მაშინ? ქართველები ბევრი იყვნენ კი. მერაბიშვილების ოჯახი ყაზახეთიდან სამშობლოში მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა. ოჯახის რეაბილიტაცია მოხდა, მაგრამ რეპრესიის მსხვერპლის ეგ გარდაიცვალა, რომ ვერაფრით გაიგო. რა ბრალდებით და რისთვის გადაასახლეს კაცი, რომელიც გერმანიის წინააღმდეგ ომში საკუთარ ქვეყანას იცავდა. აი მე ის ვიცი სიმართლე გითხრა. აქ ვიღაც მაგურად გაგოყოლეს. და სხვათა შორის მაშინ NKVD-ში მუშაობდა ის კაცი და იმის გვარის კაცი იყო ნაღლად ტყვე თუ რაღაც რაც იყო ანტისახელმწიფოებრივი თუ ის იყო ეწეოდა თუ არ ეწეოდა ის კაცი და აი იმის მაგივრათა იმან თავის ბიძაშვილი იყო ის თავის მოგვარე თავის ბიძაშვილი არ იცამეკნა და კიდევ ვინ იყო ტყვეთა და აი გოგია მერებაშვილი და დავაი ვინ შეეკითხება რა თქმა რა თან მოყევართ და წავიყვანეს. დღესაც არ იცოდა ის სიკვდილამდე რომ ნუ ტყვეთ რო ვიყავიო, ესე იგი ალბათ იყო კანონიო რომ ტყვეთ არ უნდა ყოფილიყავიო. მაგრამ ბრალდება რა ქონდა არ იცი? არაფერი ამ წუთში მეც არ ვიცი, თორე ვიტყოდი რომ რა არის ახლა რეაბილიტირებულები ვართ რამე და რომ კონდეს რაიმე ბრალდება, ვიტყოდი რომ აი ბრალდება ეს. ასეთ სამკუთხა ბარათებს გადასახლებულები საქართველოში დარჩენილ ნათესავებთან აგზავნიდნენ. წერილები იშიფრებოდა და თუ კი ანტისაბჭოთა არაფერი ეწერა ადრესატამდე მიდიოდა. ასეთ წერილებს შუა აზიიდან პავლიაშვილებიც აგზავნიდნენ. გიორგი პავლიაშვილიც იმიტომ გადაასახლეს, რომ ომში ტყვედ ჩავარდა და შემდეგ გერმანიაში ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა. ტყვეობიდან გათავისუფლებული 1951 წელს მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაასახლეს. უნდათ მახსოვს, რომ გადაგვასახლეს ჩვენი ოჯახი. ჩემი დედმამა და დაწმანი. 4, ერთი ძმა ჯარში იყო, რა თქმა უნდა, იმას არ გადაასახლებდნენ. გადასახლების მიზეზი ალბათ ღამე რომ მოვიდნენ ისინი, ვინც უცხოები იყვნენ, ეს ადგილობრივები არ იყვნენ, ყაზახები იყვნენ, ესე ამბობდნენ. და დილით უკვე ჩვენთან ერთად გადაასახლეს ტურტურაძე, რომელიც იყო ჩვენთან ერთად და ჩამოგვიყვანეს კასპიდან მერე ხაშურში. და იქიდან მატარებლით გაგვამგზავრეს.
ვიყავით კუსტანაის ოლქი არის ყაზახეთში, სოფელი პროგრესი. კარ მახსოვს ეს, იმიტომ რომ მე რომ ავიღეთ ცნობა რეაბილიტირებულისა, იქიდან ვიცი, მე მახსოვს. გადასახლებული ხალხი ძირითადად შიმშილობდა იქ თუ როგორი? რა თქმა უნდა, შიმშილობდა, იმიტომ რომ პირველ ხანებში შიმშილო, მაგრამ მე თანდათან რომ მოვიწიეთ მოსავალი, ალბათ იყო მე ეს უკვე აღარ მახსოვს. შიმშილისა და იმის ბავშვი ვიყავი მე პატარა. ბელადის შიშის მსხვერპლი აღმოჩნდა კასპელის სერგო ოთიაშვილიც. ომის დროს ტყვეჩავარდნის ბრალდებად გერმანელთა ჯარში სამსახური წაუყენეს. საბჭოთა რეჟიმს მაშინ შეეშინდა, რომ ოთიაშვილს ფაშისტებთან კავშირები არ ჰქონოდა და ამ მიზეზით ის დანარჩენ ათასობით ქართველთან ერთად ციმბირში გადაასახლეს. არასოდეს ამაჩემს ისეთი სიტყვა არ დაცდენია, თუნდაც ის სტალინის მიმართ ის გასახლება მიუსაჯა. არასოდეს. რატო იყო ეს როგორ ფიქრობ? ალბათ ღირსები ვიყავით თუ იმიტომ რომ მას ჭირდებოდა სახელმწიფო ჭირდებოდა ასე. ამაჩემი მას ამობდა. ნუ კანონი ყოფილიყო. ეს ბელადის შიში იყო ამაში? არა, შიშიც არა, შეიძლება კაცური უფრო მეტი გაჭარბობდა ამაჩემში და ეს უფრო მეტი იყო. ამდენი ტანჯვის მერე ხალხი არ უნდა გასახლებინა. უნდა ყოფილიყო რაღაცა გარკვეული. სიმართლის დადგენის პატარა მიზეზი მაინც რაღაცა ყოფილიყო, რომ მე ცოტა მაინც სასჯელის მიღწევით რაღაცა შეიძლება 2-3 წელი რაღაცა ადგილზე და იქ ციმბირში და 60 გრადუს ყინვაში ტანჯი ადამიანის გასახლება ძალიან ძნელი იყო. სტალინის გეგმის პირველი ეტაპი დასრულდა. ისინი, ვინც გერმანიაში, საფრანგეთსა თუ სხვა ქვეყნებში ტყვეებად იმყოფებოდნენ, საქართველოსდან გადაასახლეს. ამით კრემლმა მათთვის საშიში, სინამდვილეში კი უბრალო და უდანაშაულო ადამიანები თავიდან მოიშორა. გეგმის მეორე ნაწილი იდეოლოგიური ეგზეკუცია იყო. ყველა საზოგადო მოღვაწე, რომელთაც უცხოეთთან რაიმე შეხება ქონიათ, უნდა შეემოწმებინათ და შესაბამისი განაჩენები გამოეტანათ. შეტევა მწერლებზე, მხატვრებზე და კომპოზიტორებზე დაიწყო. კრემლის დაკვეთით ისინი არ უნდა გადაესახლებინათ, მაგრამ კარგად უნდა დაეშინებინათ. დავით კაკაბაძე 1920 წელს ნოე ჟორდანიას დაფინანსებით სასწავლებლად გუდიაშვილთან, ახვლედიანთან, მაღალაშვილთან და ქიკოძესთან ერთად პარიზში გაემგზავრა. იქ მათ მსოფლიოში აღიარებული მხატვრები, პიკასო, რეჟე და სხვა ბევრი კლასიკოსი გაიცნეს. საქართველოში დაბრუნებულმა დავით კაკაბაძემ მუშაობა სამხატვრო აკადემიაში დაიწყო. ცეკას კაკაბაძის საფრანგეთში გატარებული წლები გაახსენდა და მასზე იდეოლოგიური ზეწოლა დაიწყო. 1942 წელს მოსკოვიდან პარტიული მუშაკი ჩამოვიდა და საგანგებო თათბირი მოიწვიეს. მაშინ კაკაბაძეს ნამუშევრები დაუწუნეს. 48 წელს ესე იგი გაანთავისუფლეს საშინელიმით ბრალდებით, რომ არც ერთ ინსტიტუტში, უნივერსიტეტში, არც ერთ დაწესებულებაში, ტექნიკუმში, სკოლაში, ესე იგი სწავლის ხატვის მასწავლებლად აკრძალული ჰქონდა. დავითმა სთხოვა, რომ მეო ფრანგული ვიციო კარგად და არ მინდა აღარ ვასწავლი იმას, პედაგოგ. ფრანგულის მასწავლებელი, ნუ ამაში ხო თლათ ესეთი საშინელება არ ესე იგი სამტრო ამ იდეოლოგიისადმი და ამ ესე იგი თავრობისადმი ხო არა ფრანგულის მასწავლებელი. ამაშიც უარი უთხრეს, საერთოდ უარი. შემდეგ გააგზავნე წერილი მეგობრები ყავდა ერევანში. იქ გააგზავნე დამეხმარეთო, მეო რომ ნუ უბრალოდ ოჯახი მინდა აბარჩინო, მეტი არაფერი. საერთოდ უმუშევარი კაცი იყო და იქ აქედან წავიდა წერილი, ნუ იქ უკვე იქაც იძულებული იყო უარი ეთქვა. თვითონ საზოგადოება, მეგობრები. ხო, მეგობრები, ახლა იცით რა არის? აი, როგორც ნუ დედა ჩემისგან, მამა ჩემი 11 წლისაც არ ვიყავი, რომ გარდაიცვალა და მე თვითონ არ მიყვებოდა. ნუ ბოლო 2 წელი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, დეპრესიასავით, ნუ საერთოდ და ახლა მე რას ამიხსნიდა დედა ჩემისგან ვიცი, რომ ეშინოდათ, ნუ თხილობდნენ, ნუ ჩვენთან სტუმრად მოსვლის, და ქუჩაში და მაგალითად ეს ანეკდოტორია, რომ ქუჩაშიც თითქოს არ იცნობდნენ. ხელსაც არ ათმევდნენ, ისეთ შიში იყო. პატივსცემა უყვარდა დავითი, მაგრამ ისეთი
გზნობა იყო, რომ არ გადამასახლონ და ჩემ ოჯახს რაღაცა, რომ ვითომ მე მეგობარი, მეგობრო. დავით კაკაბაძის შვილი ამირ კაკაბაძე მამის გზას დაადგა და სამხატვრო სახელოსნო ახლა სახლში აქვს გახსნილი. ის 11 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, მაგრამ ახსოვს, რომ გადატანილი მძიმე წლების მიუხედავად დიდ მხატვარ სტალინზე აუგი არასდროს ამოცნენია. მაშინაც კი, როცა მხატვრის ნამუშევრებს საჯაროდ ლანძღავდნენ და მაშინაც, როცა ის ყოველგვარი შემოსავლების და სამსახურის გარეშე დატოვეს. დავით გაუპროტესტებია ოდნეს მე სტალინის გაუპროტესტებია, წერილებს უწერდა. არც კარიკატურა არ დაუხატავთ? არა, აბსოლუტურად. თქვენც არ დაგიხატავთ არასდროს? არა, რას ლაპარაკობთ? რატო არ შეიძლებოდა? სკოლის დრო, იმ დროს? თუნდაც იმ დროს. არა, ეს რას დაიჭერდა ყველას იგი მთელ ჩვენ ოჯახს დაიჭერდა. მერეც არა? ნუ მე ეხლა ისე არ მაინტერესებდა ეხლა რომ სტალინზე კარიკატურა დამეხატა. ესე იგი იმ ხელა ტრავმა მივიღეთ ჩვენმა ოჯახმა საშინელო. ეს კარიკატურა სტალინზე თუ ლენინზე ეს ჩემთვის ნუ რა ვიცი ისედაც ვაკარიკატურებდი ჩემი სიტყვებით და ეხლა მე არც წერდი არაფერს ნუ ეხლა პოეტი მხატვარი ადამიანი ვიყავი მაგრამ არა ამაზე არა ეს ძვალი რა ქვედა ოღონდ ის ძვალი ზეთ უკვე არც ხორცი აქვს არც ის აქვს რა კანი царили ძვალი იმიტომ რომ ძვლებზე აქვს ძალიან მაგის ის არა აშენებული თვალი ისტორია თვალი არ უნდა რა თუნდა ხო გავს სტალის всё თვალი ცით რა ძვირფასი მომენტია ადამიანის ცხოვრებაში მაგას თვალი სასაჭირო აი ეს არის აი ესეთი ოხერი კაცი იყო საბჭოთა იდეოლოგიურ ზეწოლას ვერ გადაურჩა კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე. პირველი სიმფონიის ფინალს ახლა მისი შვილი, ჯარჯი ბალანჩივაძე უკრავს, მაგრამ მას მამის ტკივილიან წარსულზე საუბარი არ სურს. – 1954 წელს დაწერილმა მუსიკამ ბალანჩივაძე სტალინის პრემია მოუტანა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ამ სიმფონიის გამო ის სტალინის მსხვერპლი აღმოჩნდა. რადგან ცეკას კულვარებში კარგად ახსოვდათ, რომ ამერიკაში მოღვაწე ჯორჯ ბალანჩინი მისი ძმა იყო. 40-იან წლებში ძმებს ერთმანეთთან ყოველგვარი კონტაქტიც აუგრძელეს. წელს აი გამოვიდა ხომ ცნობილი ასე ვთქვათ დადგენილება ცეკა პარტიის დადგენილება მურადელის ოპერის თაობაზე მურადელი იყო ვანო მურადელი ასეთი დაიდგა ოპერა თეატრში და ეს იქცა საბაბად ეს ოპერა ძალიან სუსტი იყო მართალია, მაგრამ იქცა საბაბად ასეთი საშინელი შეტევის მისატანად, ასეთი რეაქციული, საორაზმული შეტევის მისატანად მთელ საბჭოთა მუსიკაზე, დიახ. კოსმოპოლიტიზმი და ფორმალიზმი ეს იყო მთავარი ბრალდება. ახლა აი ადგილობრივმა, ასე ვთქვათ, პარტიულმა მუშაკებმა და იდეოლოგიურმა ამხანაგებმა როგორ ჩვენ ჩამორჩეთ მოსკოვს, ჩვენც უნდა დავამუშავოთ. კონსერვატორიის მცირე დარბაზში წინასწარ იყო გამოკრული, რომ გაიმართება ღია პარტიული კრება, დასწრება სავალდებულოა, განხილული იქნება კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის და მისი მეხოთბის მუსიკის მცოდნე ლადო დონაძის
ანტიხალხური, კოსმოპოლიტური და ფორმალისტური რაღაც ესეთი საქმიანობის ამბები, არა? ეს ანდრია მოგეხსენებათ ვინც არის და ლადო დონაძე იყო გამოჩენილი ქართველი მუსიკის წოდე, პირადად ჩემი მასწავლებელი. იყო მუსიკის ისტორიის კათედრის დამაარსებელი და საერთოდ ბურჯი აი იმ სიმფონიაზე სხვათა შორის რომელმაც მიიღო სტალინური პრემია 44 წელს არის დაწერილი ამ სიმფონიაზე მიიტანეს იერიში. ვითომ ეს არის რაღაც ევროპული გავლენებით და რაღაცებით და დონაძემ დაწერა აღფრთოვანებული და ძალიან ღრმა წერილი ამ სიმფონიის შესახებ. პრეზიდიუმში ისხდნენ რექტორი, პრორექტორი, პარტკომი, დეკანი და კიდევ ვიღაც. გვარებს ახლა არ დავასახელებ. იმათ იცით როგორ იყო ეს ხალხი მართლა ისე ცუდი ხალხი კი არ იყო, მაგრამ შიში რო გამოძრაებს, შიში რასაც გინა გათქმევინებს და გალაპარაკებს, რომ არ იტყვი, აი შენ თვითონ დაჯდები მაშინ საბრალდებულ სკამზე. ეხლა იყო დონაძემ თავდაცვითი სიტყვა გამოთქვა, რომ ეს არავითარი კოსმოპოლიტიზმი არ არის, ეს არავითარი ქედისმოხრა არ არის, ეს არის უბრალოდ კულტურული მემკვიდრეობის, არა, მონოპოლის, ცივილიზებული სამყაროს მონოპოლის ათვისება, შეთვისება, შეთვისება, გათავისება, და ეს არავითარ შემთხვევაში ეს არ არის მიბაძვა და ეკლექტიზმი და ეპიგონობა და სხვა და სხვა. და ამას მოყვა დიდი ტაში, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვესმოდა რაში, ყველას ესმოდა რაში იყო და რეზოლუციაში იყო რომ ესენი უნდა გაძევებული იყვნენ კონსერვატორიიდან. არ მოგიგენიათ? აი აგდებდნენ ანდრია ბალანჩივაძეს. ხო, ასამართლებდნენ კი არა, აგდებდნენ კონსერვატორიიდან. წარმოგიგენიათ? ეს იყო განაჩენი და თუ გააგდებენ კონსერვატორიიდან, ეს უკვე თითქმის მოქალაქეობრივ უფლებას კარგავ. საშინელი სიტუაცია იყო და ეს იყო მცირე დარბაზში და ამ დროს მეცდება იღება კარი დარბაზში და შემოდის ცეკას, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დივანი იდეოლოგიურ დარგში, აი მის გვარს ვიტყვი, იმიტომ რომ მან კარგი როლი შეასრულა როსტომ შადური, ცეკას დივანი იყო და მოვიდა და დიდი ამბავი რა ძალიან კარგია რომ თქვენ ასე აქტიურად ეხმაურებით პარტიისა და ხელისუფლების მითითებებს, რომ აი თქო მსჯელობთ ასეთ და ზრუნავთ ხალხის მუსიკალურ კულტურაზე და საბჭოთა იდეოლოგიის დამკვიდრებაზე ყველაფერი, ილაპარაკა რაც ევალებოდა არა, და კარგია რომ თქვენ განიხილეთ აი მათი საქმიანობა და სხვათა შორის ჩვენც დღეს აი ცეკაში ქონდა თადბირი ამ დროს კანდიდ ჩარკვიანი იყო პირველი მდივანი. დიალოგა ძალიან კარგია, ჩვენც ვიმსჯელეთ და რუსულად ლაპარაკობდა. Русулат ასე თქვა. И мы пришли к выводу, что товарищи Баланчевадзе и Донадзе честные советские работники. Ამას მოყვა ერთი ოვაცია დარბაზის არა და იმ პრეზიდიუმის წევრებს მუდრისფერი დაედოთ, ასე თქვა, სუფრა გადაუფრუნა ამ კაცმა. ლადო გუდიაშვილი მის წინააღმდეგ წამოწყებულ რეპრესიებს მაშინ მიხვდა, როცა გაიგო, რომ ნახატების გაკრიტიკება დაიწყეს. 1945 წელს მხატვართა სახლში კაკაბაძის და გუდიაშვილის სასამართლო დაიგეგმა. წითელმა ხელისუფლებამ ორივეს განაჩენი უნდა გამოუტანოს. რეჟიმის მიერ ანტისაბჭოთა მხატვრებად შერაცხულები წინა რიგებში დააყენეს და შეკრებილებს მათი კრიტიკიც ნებართვა მისცეს. აი წინა რიგებში ორი გენიალური მხატვარი ჩვენი ერის დიდება თავჩაგინდრულები დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და ზემოდან ქვია მოვლენილი ცეკადან მოვლენილი ქვია მამია დუდუჩავე წითელი პროფესორი
და იქვე იყო, რა ქვია, ნიჭიერი მხატვარი მოსათოიძე, რომლებიც ასეთ მიმართავდნენ. თქვენ ფაშისტები ხართ. ორივე ფაშისტები ხართ. და კარგად მახსოვს დავით კაკაბაძემ რომ ასეთნაირად უთხრა ვიყო მოსე ფაშისტი დამანებეთ თავი და თავი ჩაღუნა ასე გასუსულია მთელი საზოგადოება. მაშინ ლადო გუდიაშვილი მისმა მეგობარმა ახალგაზრდა მხატვარმა ჯიბსონ ხუნდაძემ სერიოზულ რეპრესიას გადაარჩინა, მაგრამ უდანაშაულო მხატვარი სამაგალითოდ დაისაჯა. მეორედ მისი გადარჩენა თავად ლავრენტი ბერიას გადაუწყვეტია. იოსებ ბესარიონიძეს გუდიაშვილის მიერ გაფორმებული სიგარეტის კოლოფი არ მოწონებია. ლადო გუდიაშვილის პაპიროსი გამოდიოდა სავეტსკაია გრუზია თუ გახსოვთ. იქ იყო ლადოს მშვენიერი გაფორმებული ესა აი როგორც რეკორდი და ისინი იყო ეს გაფორმებული. ბერიამ კი არა მას ვერ დავასახელებ. ესე იგი დაადო იქა და შეშფოთებულმა სტალინმა თქვა ეს ვისი ნახატიაო ქალია ესა ქვია მეჩაიე ქალი ლადო სტილიზებული იმითი ბრწყინვალე ეს იყო ლამაზი ის ყოთი ესე და შეშინებულმა რა ქვია ბერიამ გადაარჩინა და ვინ მიიტანა ისა ამაზე მე კიდე ვერ ვიტყვი იმიტომ რომ იმას დარჩა შვილები სტალინს უთხრა იოსებ ვისარიონოვიჩი ჩემი შეკვეთაო მე შევუკვეთე გუდიაშვილს ესაო შენ შევუკვეთეო ნიჩიო უსბუიტო აი მაშინ ესე გადაარჩინეს ბერიამ გადაარჩინა და ერთ-ერთმა ხელოვანმა ეს შეკვეთა გამოიყენა იმისათვის რომ სტალინსათვის ეჩვენებინა ასეთი გამყიდველი აღმოჩნდა ის დიდ პიროვნებად არის ცნობილი. მაშინ ლადო გუდიაშვილს სტალინის მმართველობა ხმამაღლა არ გაუკრიტიკებია, მაგრამ მან თავის შემოქმედებაში პროტესტი მაინც გამოთქვა. მხატვარმა რამდენიმე გრაფიკული ციკლი შექმნა, რომლითაც იდეოლოგიური რეპრესიის წინააღმდეგ გაილაშქრა. ზის იმისი სარბაზნის კუთხეში მეზაქვია მაიმუნი და ზარბაზნის ლულის წვერზე ზის პატარა ჩიტი. ქვემოთ ომის საშინელებისაგან ეს ყრია მიცვალებულები და მაიმუნი კიდევ ესრის ჩიტს, თავისუფალ ჩიტს და კლავს. ეს არის შედევრი. ასეთივე შედევრი იყო მას ტვინის ესა ქვია ჭყლეტა გააკეთა. როდესაც საში დაკიდულია თავისუფალი თავი და იმითი რა ქვია პნევმატური მებით ტვინს როგორ ჩიჩქნიან ტვინის ჭყლეტვა. აი ესეთი ციკლი იყო. იქ იყო ციკლში კიდევ ბრწყინვალე ისა მშვენიერების წინამდებ მომართულისა ისა ქვია ბრწყინვალე ლამაზი ქალი მიცვალებულად არის და ოპერაციას უკეთებენ და ეს ნახინჯი ისა მაიმუნების მაგვარი რაღაცა პიროვნებები ნახევარ ადამიანები და ისინი როგორ ქექავენ და ისა ქვია ებრძვიან ამ მშვენიერებას. ასევე ბრწყინვალე წიგნების პირამიდასავით ასულიას წიგნები და წიგნებსა და წიგნებს შორის გაჭყლეტილი ადამიანების თავები და ტანები და ხელები და ზემოთ მაიმუნი არის ამ წიგნების იმას ზემოთ და პასტერნაკს უთქვამს აი ერთ-ერთი მე ვარ იქო გაჭყლეტილი. იოსებ ჯუღაშვილს საქართველოში იდეოლოგიური რეპრესიების განსახორციელებლად 10 წელი დასჭირდა. ბელადის უსამართლო გადაწყვეტილებებმა მაშინ ათასობით უდანაშაულო ადამიანის ცხოვრება შეცვალა. სამხედრო ტრიბუნალმა მაშინ სამშობლოს მოღალატის, ტერორისტის, შპიონის და სხვადასხვა ბრალდებით სტეპებში 15,000 ადამიანი გადაასახლა.
ამ პერიოდის ისტორიაში არის ერთი საქმე, რომელიც ყველაზე განსაკუთრებული სისასტიკით არის შეთხსული. ამ რამდენიმე ტომს ოდიშარიას საქმე ჰქვია. 1920-22 წლებში ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ოდიშარიას სამამულო ომის დროს გერმანულ დაზერვასთან თანამშრომლობა დააბრალეს. ოდიშარიას მაშინ ისიც კი დააწერინეს, რომ თითქოს მიხეილ კედია ფრანგი პარტიზანების წინააღმდეგ იბრძოდა. ოდიშარიას და მის ჯგუფს ბონდო ელიავას, ირაკლი ნადირაძეს და აბრამ ჭედლიშვილს სამშობლოს ხალატის ბრალდება წაუყენეს და დახვრეტა მიუსაჯეს. ამიერკავკასიის სამმართველოს მდივნის, იუსტიციის ლეიტენანტის ბოროდავჩენკოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი სისრულეში 1946 წლის ოქტომბერში მოიყვანეს.